მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. დღეს ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ საიდან შეიძლება გამოწეროთ ჩვენი მოტოციკლეთის ნაწილები, როგორ ვიპოვოთ part number-ით, ამოვიწეროთ part number-ები, შევადაროთ, მოვძებნოთ და რამოდენიმე საიტს დაგათვალიერებინებთ, საიდანაც შეიძლება ამ ნაწილების გამოწერა. დავიწყოთ. ესე იგი, გვაქვს სამი საიტი გახსნილი. ესენი არის Partzilla, Revzilla და eBay ყოველსათვის ნაცნობი. საბოლოო ჯამში eBay-დან ვიწერ ხოლმე, უბრალოდ ამ ორ საიტს ვიყენებ მოსაძებნად ნაწილების, იმიტომ რომ დიაგრამა კარგად არის აქ აღწერილი და მარტივად თვალისთვის დასანახად ან ძალიან მარტივი არის, მისახვედრადაც. არაფერი ბევრი ინგლისური და ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ამას არ ჭირდება. და რავი, დავიწყოთ. ამ საიტებს დავტოვებ ვიდეოს ბოლოს description-ში ყველაფერი იქნება და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ. ესე იგი, სპორტბაიკები, დირტბაიკები, აქ გვაქვს უამრავი ჩამონათვალი და მაგალითად დავიწყოთ სპორტბაიკებით, ანუ ყავს სპორტბაიკი, შევდივართ OM part-ში და ჩამონათვალში გვაქვს Honda, Suzuki, Yamaha, Kawasaki. ძირითადად გვაქვს ცნობილი ბრენდები ამ შემთხვევაში მოცემული. შევდივართ მაგალითად Yamaha-ში. შემდეგ აქ ვირჩევთ წლოვანებას და გადავდივართ კონკრეტულ მოდელზე. ჩემ შემთხვევაში მინდა მოვძებნო მაგალითად Yamaha YZF R7-ის მანუალი და აქ გვაქვს უკვე ჩამონათვალი, ესე იგი maintenance რაც ჭირდება პერიოდულს, ეგრეთ წოდებული ცეპლენია, crankcase, cylinder head ან ბევრი ყველა სხვა ნაწილები რაც მოტოციკლეთის შემადგენლობაში არის, ყველაფერი გვაქვს აქ. თუ ანუ ინგლისურზე რაიმე პრობლემა გაქვთ, არც ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ გადათარგმნოთ ძალიან მარტივად translate-ში და ასე იპოვოთ ნაწილები. სულ რო არ გადათარგმნოთ და პირდაპირ შეხვიდეთ, მანდაც ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ამ დიაგრამაზე გვიჩვენებს უკვე ყველაფერს. გადავდივართ, მაგალითად აი ავიღეთ cowling ნაწილები, ესე იგი ან პლასტმასები გარეთა ვიზუალზე ვარ ახლა ამ მომენტში შესული. ესე იგი, აქ ავიღეთ მაგალითად ეხა აი წინა პლასტმასი, ანუ ცხვირი არის ეს წარმოდგენილი აქ და კოდი არის, უფრო სწორედ ციფრი არის 26, ანუ 26 ნუმერაციით არის ეს მოცემული, ვიპოვოთ აქ 26 body front upper არის ეს. შევდივართ ამაში და გვიწერია ფასი $585 ღირს მაგალითად აი ეს კონკრეტული ნაწილი. კოდები გვიწერია აქ. ეს არის ქარხნული კოდი, რაც აქვს მინიჭებული. ამ კოდს ვაკოპირებთ. გადავდივართ უფრო სწორედ eBay-ზე და ვეძებთ eBay-ზე ამ კოდით იგივე ნაწილს. და გვხვდება, ანუ აი ვიპოვე მაგალითად აი ეს, აქ აწერია $60 არის ნახმარი. ხოლო აქ არის სუახალი $585. ნუ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რომელს გამოწერთ. eBay-ზე ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ნახმარი ნაწილები არის კარგ მდგომარეობაში და რატომაც არა, მაქედანაც ძალიან კარგად და მარტივად შეიძლება გამოწერა. და გამოწერაზე რაც თქვი, იგივე შეგიძლიათ აქედანაც იგივე მისამართით გამოიწეროთ. უბრალოდ დაგჭირდებათ თქვენი ანუ საქართველოში ნებისმიერი საფოსტო კომპანია, რომელსაც ჩამოაქვს ამანათები და მათი მისამართი უნდა ჩაწეროთ ამ საიტზეც და eBay-ზეც. გადავიდეთ მაგალითად ახლა ჩვენ ვყავით Partzilla-ზე და გადავიდეთ Revzilla-ზე და Revzilla-ზეც მოვძებნოთ იგივე ნაწილი. Yamaha OM part-ში შევიდეთ. Type-ში ვწერთ street bike-ი. წელი ჩემ შემთხვევაში 2024. აქ Yamaha, ესე იგი მოდელში Yamaha. აქ უნდა ვიპოვოთ კონკრეტული მოდელი, რაც გვინდა, ეს არის R7 და მივცეთ ზებნა. აქ უბრალოდ ჩამონათვალი არის, ანუ ფერებში არის ძირითადად სხვაობა რა. არის რაღაც Team Yamaha Blue, Mate Grey არის და ნუ ასე შემდეგ ბევრი უბრალოდ ფერები არის ამ ჩემ შემთხვევაში სხვაობა, სხვა არაფერი. თქვენს შემთხვევაშიც თუ ნახეთ იგივე ძირითადად არის ფერებში ხოლმე სხვაობა. ესე იგი გავაგრძელოთ, შევიდეთ აქ ისევ და აქაც არის 26 როგორც იმ საიტზე. ნუ აი ხო ვამბობ, რეალურად ერთი და იგივე ფასები არის. აქაც ზუსტად იგივე ფასი ადევს, კოდიც იგივე გვაქვს ჩვეულებრივ მოცემული და შეგვიძლია ვიპოვოთ კოდით eBay-ზე და შემდეგ გამოწეროთ. Google-ის დახმარებითაც შეგვიძლია იგივე კოდით ვიპოვოთ და ანუ აქ შეიძლება უფრო
მარტივად დასანახი იყოს კონკრეტულად რა გვინდა და უფრო ბევრი რაღაც შემოგთავაზოს. შეიძლება სხვადასხვა საიტებზე გადაგვიყვანოს, სხვადასხვა საიტებიდანაც შეიძლება გამოწერა, მაგრამ ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ ეს საიტები არის სანდო თუ არ არის სანდო. ეს საიტები ზუსტად ვიცი რომ მუშაობს და სანდო არის, საქართველოში ძალიან ბევრს აქვს ამ საიტებიდან შეძენილი მოდიში ნიუთები და რავი, უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება რეალურად რომელი საიტიდან გამოწერთ ამ ნიუთებს. გადავიდეთ კიდე, მოდი სხვა ნაწილი მოვძებნოთ, ანუ სხვა დიაგრამაში შევიდეთ, მაგალითად C-პლენია. C-პლენიაში გადავალთ და C-პლენია გვაქვს აი მაქსიმალურ დონეზე, ანუ მინიმალისტურად დაშლილი არის აქვს. აქ და ანუ ხედავთ თითოეულ დეტალს და თითოეული ბოლტი და თითოეული ჭანჭიკი და ასე შემდეგ, აი ყველაფერი არის ძალიან კარგად გამოტანილი და ნაჩვენები. მაგალითად, აი ავიღოთ რა აქედან, აი ეს ნაწილი, თუ დაგჭირდა, ეს არის პირველი ნომერი. გადავდივართ აქ და იგივენაირად ჩვეულებრივ კოდის საშუალებით ვეძებთ უკვე eBay-ზე ამას, ანუ eBay-ზე რასაც დავაკვირდი, კოდით თუ მოძებნი, თითქმის ყველა ნაწილი დევს, უბრალოდ ხანდახან არის შემთხვევები, რომ სახელით ეძებ და სახელით არ გიგდებს, ანუ არ გაჩვენებს. აქ ამ შემთხვევაში გვიწერია, ესე იგი $359, ხოლო eBay გვთავაზობს ამას $382. თავისთავად შეიძლება ვიპოვოთ მეორადი, აი მაგალითად მეორადი არის ეს, pre-owned რაც საწერია და brand new არის, თავისთავად ახალი და ამის შემდეგ უკვე ჩვენი გადასაწყვეტია რეალურად ჩვენ ამ ნივთს ანუ eBay-დან გამოვწერთ თუ ფარძილადან თუ რევზილადან, ამას უკვე თქვენ წყვეტთ რეალურად, თქვენი გადასაწყვეტია ეს საიდან გამოწერთ ამას. ეს იყო და ეს სხვა რამე კითხვები თუ გექნებათ, ძალიან მარტივად შემიძლია დაგეხმაროთ, თუ თქვენ ვერ პოულობთ რაღაც ნიუტს თქვენი მოტოციკლეტისას, შემიძლია მომწერეთ და მიკომენტარეთ და დაგეხმარებით, როგორც შევძლებ ამ ნიუტების შეძენაში არა, ანუ პოვნაში დაგეხმარებით და ძებნაში. კიდე შეგიძლიათ Google-ში მაგალითად რამე კონკრეტული იგივე გაიმეოროთ, მაგალითად ჩაწეროთ Yamaha YZF R7 parts და ასე მოძებნოთ, ანუ არის ბევრი საიტი, სადაც ეს დიაგრამა გვაქვს და თვალისთვის არის უკვე ეს ყველაფერი ძალიან მარტივი, ზოგი საიტი არ მუშაობს, შეგიძლიათ სხვანაირად ცადოთ. R7 parts manual მიაწეროთ, ან თქვენი მოტოციკლეტი რაც იქნება, ანუ რა ბრენდიც გყავთ, ძირითადად ცნობილი ბრენდები უფრო მარტივი მოსაძებნია ვიდრე რამე ჩინური რო იპოვოთ. ჩინურის მოძებნაც ძალიან მარტივად შეიძლება რეალურად, ანუ გვაძლევს ახლა Google-ი მაგალითად იმის საშუალებას, რომ ვიპოვოთ რაღაც კონკრეტული ნაწილი. ChatGPT-ის მაგალითად ვერ ვენდობით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზუსტი ფარტნამბერების მოპოვება შეიძლება გაუჭირდეს და შეიძლება უკვე რაღაც ტყუილი გითხრათ ასე რომ თქვა და რაღაც შეცდომაში შეგიყვანოთ და არ გირჩევთ ამას. ყველაზე მარტივი გამოსავალი არის აქ ძებნა ამ ნაწილების. თუ გამოგადგათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონოთ, არ დაიზაროთ გამოწერა და მომავალში კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ვიდეოს გპირდებით.